ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია 1993 წელს სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. წითელი ჯვრის ეგიდით 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 92-93 წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხს სწავლობს. ამ დრომდე ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 21 მოქალაქის ვინაობის დადგენა მოხერხდა. სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ 93 წელს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში 12 იდენტიფიცირებული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ დღის ბოლომდე გაგრძელდება. ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ქართველების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი უკვე აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულებისადმი პატივის მისაგებად ოჯახის ახლობლები, მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ახლა მივალ შვილო იქ, სადაც საჭიროა, სადაც მათ ჩათვალეს საჭირო ეს ამბავი. მივალ და იქვიტირებთ. Ასაკურელია სასურველია, რომ ის ჭირისუფლები გრძნობდნენ საზოგადოებისაგან მხარდაჭერას, იმ დარდის და ტკივილის გაზიარებას, რასაც აი ახლობლების დაკარგვა იწვევს და მით უმეტეს ამ ხალხმა ჩვენი բոլოსთვის კაცირა თავი. ამაღამ დამახურეს ეს თუ არა სხვა არც შავის მეტი არაფერი არ უნახავს ჩემ ტანს და ჩემ სიხარული და ამის მერი არ ჩავიცოცხლეს ისეთი მადლობელი ვარ ვითომ ცოცხალი მოუყონია ჩემს. 12 იდენტიფიცირებული ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს, სადაც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა დნმ მათი ოჯახების ბიოლოგიურ მასალებს შეადარეს, რის შედეგადაც ნეშტების ამოცნობა გახდა შესაძლებელი. ამჟამად 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, როგორც მოგხსენებათ, ნაწილი იდენტიფიკაციის ხდება ზაგრების ლაბორატორიაში, საბამისად სტომილების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა რამე პრობლემის შემთხვევაში ამის გადამოწმება და ფერთავზე ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს. წითელი ჯვრისა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მონაწილეობით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი აფხაზეთის ომში უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძიებისთვის 2010 წლიდან მუშაობს. ამ დრომდე უკვე 21 ნეშტია იდენტიფიცირებული. მაის-ივნისში მოხდა 7 სამარხის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიაზე და კიდევ 5 სამარხი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ამ 7-დან აფხაზეთში 5-ში აღმოჩნდა მიცვალებულები 25 ნეშტია დაახლოებით და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი 5-დან ერთი აღმოჩნდა ცარიელი, დანარჩენ 4-ში აღმოჩნდა მიცვალებულები, 18 მიცვალებული და მათი იდენტიფიცირებაც ხდება. 12 იდენტიფიცირებულიდან 11 სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი სამოქალაქო პირია. 11-ვე მათგანი ბაბუშერაში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაიღუპა. სამოქალაქო პირი, რომლის ვინაობაც გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება, აჩარდაში ბრძოლის დროს გარდაიცვალა. 12-ვე მებრძოლს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.